მინერალების შარჩო და მეთოდოლოგია იყო საკმაოდ შეზღუდული და არ ითვალისწინებდა საზოგადოებრივი განწყობის კვლევებს, ვინაიდან ეს კვლევა ეფუძნებოდა ცალსახად მედია ნარატივების შესწავლას. ჩემი კვლევიდან გამომდინარე, ამაზე პირველ ნაწილზე თქვენი კითხვის განწყობებზე რამდენად ისახება, რა სეგმენტზე ისახება, ესე პირდაპირ პასუხს ვერ გაგცემ, თუმცა მე მაქვს მედია კვლევებზე მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება უკვე და ჩემი გამოცდილებით რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ განსაკუთრებით ასაკოვან მოსახლეობაში, ასევე განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობები და კომპლექსური საზოგადოებაზე ძალიან მოქმედებს ეს ქართული ოცნების ნარატივი, იქნება ის ღიად ანტიგენდერული, ანტი-ლგბტ, ან მკვეთრად ჰომოფობიური შინაარსის, ხო? ამასაც აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა, ჩვენ თუ რეიტინგს და დაფარვას ვნახავთ, იგივე პოსტინისი იმედის რეგიონალურს ვნახავთ, რომ ძირითადად ეს ორი არხი პოზიციონირებს თავად რეგიონებშიც, ხშირ შემთხვევაში მერაკლებით მიწარმოებია და წამიკითხავს, რა თქმა უნდა, არის ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ პროსახელისმრებო არხებს აქვს გავლენა საზოგადოების საკმაოდ ისეთ დიდ ნაწილზე რეგიონებში, ვინაიდან მათ ხშირ შემთხვევაში ალტერნატივად კი არ აქვს, ხო? ანუ ალტერნატიული ინფორმაცია საიდან შეიძლება მიიღონ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ სამოქალაქო სექტორმა განსაკუთრებით გააძლიეროს ხო მუშაობა იგივე იმ უნარჩვევებზე, რასაც მედია წიგნიერება მოიცავს, ცნობიერების ამაღლებაზე ამ კუთხით, რომ ამ ადამიანებმა თავად შეძლონ განსაზღვრონ, რა არის დეзинფორმაცია, რა არ არის დეзинფორმაცია, თუმცა მე პროცესად წესში აღნიშნე, რომ ხელისუფლება ქართული ოცნების სახელით თავიდანვე წინაც არჩევნებამდეც ხო, ძალიან დიდი ხანი უკვე ქმნიდა ფონს და მნიშვნელოვნად ასაზრდოებდა ჰომოფობიურ განწყობებს რეგიონებში, რაც ჩვენ ნახეთ და ითარგმნა ეს ყველაფერი რეგიონალურ კამპანიებში და მოწოდებებში ქართული ოცნების ასევე ღიად ანტიგენდერულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივებში, ხო? ამის მიზანი რა არის? რატო ხნის, ხო? ამ შიშებს რეგიონებში ხნის, იმიტომ რომ შემდგომ უკვე რაღაცა ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციოს ერთგვარად ეს ხალხი და არ მისცეს მათ შესაძლებლობა და არ გააძლიეროს მედია წიგნიერების მმართველობით და შემდგომ ეს ხალხი გამოიყენოს არჩევნებზე სათავისოდ დააშნოს ის რაღაცა კონსპირაციული თეორიებით, რომ თითქოს გარკვეული დასავლეთი გაიძულებს ბავშვებს შეუცვალოს სქესი, ბავშვების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე წამყვანი ხაზია, რომ თითქოს დასავლეთი გაიძულებს თავად ჩვენვე შევიცვალოთ სქესი, გენდერი და ასე შემდეგ. კონკრეტულად აღრეული აქვს ეს შემთხვევაში გენდერის და სქესის ცნებებიც, ეგეც ცალკე რიტორიკაა, ხო? ანუ თქვენ აღიარებთ, რომ დედა, მამა, ჩვენ ესეც ვნახეთ, ხო? ეს რაღაცა სიშლეგე ქართული ოცნების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს მუშაობს და რო არ მუშაობდეს ამას პოლიტიკურ ინსტრუმენტად, არც ერთ ხელისუფლება არასდროს არ გამოიყენებდა და ამისთვის ზუსტად არის მძლავრი იარაღის პროპაგანდისტული იარაღი, როგორც არის ხელისუფლება მედიები, იმედის პოსტივის სახით, ამას სჭირდება რა თქმა უნდა სერიოზული მუშაობა, დაკვეთა რეგიონებში ვიცით რომ არის, რომ რეალურად მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ რეგიონებია და ვფიქრობ, რომ ჩემი კვლევის მეორე ნაწილი უკვე სწორედ საზოგადოებრივი განწყობების შესწავლაზე და სტრატეგიების შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული. რეალურად კვლევის ობიექტურობა მოიცავს იმას, რომ ეს არ იყოს სამკვრივი, ხო და არ იყოს საკვლევი მარტო რაღაცა ერთი ხაზი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გლობალურ ჰოლისტურ ჭრილში გოგვია, ხო, რა სიტუაცია გვაქვს მედიაში ამ მხრივ, არ გვაქვს ახარბიელი სიტუაცია სამწუხაროდ. უბრალოდ აქ საუბარი არის იმაზე, რამდენად არის საუბრად, ვიდეო საუბრობთ ოპოზიციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს არის ღიად კამპანიის ხასიათი აქვს ამ ყველაფერს და ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ხო? სალომე ზურაბის მუზეი გეთანხმებით, რომ ეს კამპანიები არ დაწყებულა ეხლა, ეს კამპანიები იყო მისი პრეზიდენტების დროსაც, შემდეგაც უბრალოდ აქტორები მუდმივად იცვლებოდნენ. აქ პრობლემა არის არა აქტორებში, არამედ უფრო დიდი პრობლემა იმაში, რა მიზნით ქმნიან ამ დისკრედიტაციის კამპანიებს, რატომ ხდება გენდერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ეს აქტორები დროთა განმავლობაში შეიცვლებიან. ეს გუშინ თუ იყვნენ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები და დღეს არის დაუშვათ ქართული ოცნება, სადღაჩუაში აგერ ალტიფო იყო, რომელიც ღიად ესხმოდა თავს ყველა და ყველაფერს, რაც მათ თვით დასავლეთთან იყო მაშინ და ტერმინი ლიბერალიზმი მათი დამკვიდრებულია და სიტყვა გენდერის ამოღების საკითხიც კი იყო, ხო, თავის დროზე საუბარი. რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამოწვევები არის. აქტორები იცვლებიან, თუმცა თვითონ საკითხი ის, რომ ამას პოლიტიკური ელფერი დაკრავს, არის უცვლელი, ხო? ბაქრაძის საკითხს, რა თქმა უნდა, მან შემდგომ მოიხადებოდი შეხამი ამ ტერმინს არ გავიმეორებ. ესეც რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანი შემაშფოთებელი ტენდენციაა და
მან პრინციპში ამაზე ისაუბრა, ახსნა კიდეც ეცადა რომ რაღაცნაირად განემარტა. უფრო მეცად ეთქვით, არის ხოლმე ცალკეული შემთხვევებიც, როცა თავად ფაქტური ოცნების დეპუტატებიც არიან, ხო, რაღაცა ცინიკური, აგრესიული თავდასხმების სამიზნე და პრინციპში აქაც არის ხოლმე ხო რაღაც რაღაცები იგივე მინოწმოსალის მოსამართი ძალიან ხშირად გამოიყენება სექსისტური ენაც, რაღაცა ტიპის თავდასხმებიც, მაგრამ მის წინააღმდეგ ამ კამპანიას არ აქვს კონკრეტულად ნიშანი ის, რომ აი დაუშვათ მისი დისკრედიტაცია მოვახსენოთ, ნინო გაქრეს პოლიტიკიდან და ასე შემდეგ. მაინც ფრაგმენტულია, ამაზე ვსაუბრობ. და რა თქმა უნდა შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა ესენაც დასაგმობია, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების ნამდვილად ფრაგმენტულად. ამას არ აქვს მაინც დისკრედიტაციის ხასიათი და თუ ხარისხობრივად შევადარებთ, გაცილებით ნაკლებია ქართული ოცნების დეპუტატების ნამდვილად გენერალური დეзинფორმაცია იგივე ონლაინ მედიაშიც ოპოზიციურ ფლანგზეც შესაბამისად ნაკლებად ხდებით მსგავსი ტიპის თავდასხმებს და სამწუხაროდ საწინააღმდეგო ძალიან ხშირად ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო, როცა თავად ქართული ოცნების დეპუტატები აყენებდნენ პირდაპირ პარლამენტში შეურაცხყოფას გენერალური ნიშნის თავდეპუტატებს და აქაც შემთხვევაში ამ ფრაზებსაც კიდევ ხავთ და ეხლა უბრალოდ მწვენია კიდეც სიმართლე მითხრათ ამ ფრაზების გამეორება, ხო, თემა საქართველოს ვიხილავთ. ხო, და ვფიქრობ ასევე, რომ როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ და როცა რაღაცა კონკრეტულად მედია პლატფორმებს ქმნი და შემდგომ ამ მედია პლატფორმებს ამუშავებ გენდერული ნიშნით პროპაგანდაზე, გაცილებით უფრო საშიში და შემაშფოთებელია იმ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ოცნებას აკისრია ეკისრა წლების განმავლობაში და სამისად ქართულ ოცნებამ თავად შეუწყო ხელი იმ ძალადობრივ სიძულვილით აფსავსე ენას ოპონენტების წინააღმდეგ, რომელიც შემდგომ ითარგმნა მედია ნარატივებში, იქნება ეს რაღაცა ონლაინ მედია პლატფორმები, სოციალური ქსელები თუ ასე შემდეგ. ამიტომ აქ საუბარი გვაქვს ჩვენ იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებული დისკრედიტაციის კამპანიები, ქართული ოცნების მხრიდან შემთხვევაში, ემსახურება ქალების დისკრედიტაციას, დამონდათებას და გაქრობას ზოგადად პოლიტიკური სივრციდან. თუმცა ფრაგმენტულად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ხედავთ ამ რაღაცა ტიპის გენდერული ნიშნით თავდასხმებს ქართული ოცნების დეპუტატების კი ბატონო, ქართული ოცნების რიტორიკაც ეგ იყო, ხო? მე თავიდან პირველად ამიტომ ვახსენე ანტიდასავლური რიტორიკასთან არის ეს ყველაფერი მასში, ხო? როგორ კი გააქტიურდა დასავლური დისკრედიტაცია ქართული ოცნების რიტორიკაში, ამას მოყვა ჰომოფობიური მთელი კასკადი გზავნილებისა, ხო, პოლიტიკურ სივრცეში და თუ კი რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი ან წარმომადგენელი რაიმე ტიპის მცირედი ტიპის მხარდაჭერას გამოუცხადებდა ლგბტ ქვეარ თემს, მათ წინააღმდეგ იწყებოდა დისკრედიტაცია. არა მარტო როცა მხარდაჭერას გამოუცხადებდა, თავად ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნითაც ხშირად იყენებს ქართული ოცნება თავდასხმის იარაღად, ერთგვარი იარაღად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ამ ლგბტ ქვეარ საკითხებს, არა მარტო ქალების, ასევე კაცების წინააღმდეგაც, ხო, მაგალითად მოიხსენიებს ოპოზიციონერ ლიდერ მამაკაცებს ხათმებად და ასე შემდეგ, ხო, ამასაც თავისი ახსნა და კონტექსტი აქვს, რა თქმა უნდა. ხო, ესეც მნიშვნელოვანია და სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ჰომოფობიურ განწყობებს ასე ხშირად ყვებობს ქართული ოცნება საზოგადოებაში და შემდეგ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებს, განსაკუთრებით როცა კონკრეტული სხვადასხვა ტიპის ანტიგენდერულ და ჰომოფობიურ შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს ტესტავდა განწყობების სახით ქართული ოცნება, ჩვენ ნახეთ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამ შემთხვევაში აირჩიეს დუმილის ტაქტიკა და ისინი ზოგადად არ პასუხობდნენ, ხო? თანახმა ხართ თქვენ მოგწონთ ლგბტ თემი, რას ფიქრობთ მასზე, აი ეს კანონი უნდა მივიღოთ და ამ კამპანიას როცა აქტიურებდა ქართული ოცნება, ჩვენ ნახეთ, რომ პოზიტივი და იმედი ხშირად მიკროფონი დაძდევდა ოპოზიციის ლიდერებს და მათგან მოითხოვდა პასუხებს, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე და ის დუმილის ტაქტიკა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია, ფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით მუშაობდა თავის დროზე, ვინაიდან ჩვენ ნახეთ შემდგომ უკვე სული ისერია პოზიტივის და იმედის, რომ აი არ პასუხობენ, პასუხისმგებლობაც არ უნდა, რეალურად რა პასუხიც არ უნდა გაეცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მაშინ ამ ისერიაზე ქართული ოცნებისა, ვფიქრობ, რომ მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ხდებოდა გამოყენებული ორივე შემთხვევაში დააბრალებდნენ მათ ან
რაღაცა დასავლეთის დაკვეთით საზოგადოებაში რაღაცა LGBT ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდის გავრცელებას არ დაუჭერდნენ ხარს და ამ შემთხვევაში ამასაც მათაც იკეთოდ გამოიყენებდა ქართული ეცნება და იტყოდა რომ აი ორმაგი სტანდარტები აქვს ეს არის თქვენი დასავლური ღირებულებები და ასე შემდეგ. ანუ ორივე შემთხვევაში ქართული ეცნებას რა თქმა უნდა ქონდა გავზადებული ბესიკურსი და ვფიქრობ რომ ოპოზიციამ ამას ძალიან კარგად გაართვა თავის საკუთარი დუმილის ტაქტიკა. მიდის უარესობისკენ ეს ტენდენცია შეინიშნება სიძულვილების თვალსაზრისით, ვინაიდან მე როგორც აღნიშნე, ამან უკვე პოლიტიკური ელფერი შეიძინა. თუ თქვენ სიძულვილის ენას აქამდე გვხვდებოდით რაღაცა მედია ნარატივების სახით, რაღაცა კონკრეტულ სოციალურ ქსელებზე და პლატფორმებზე, აგერ უკვე რამოდენიმე წელია, ამას უკვე აქტიურად ვხედავთ პოლიტიკურ დებატებში, პოლიტიკურ წესრიგში, ვხედავთ პარლამენტში. ამიტომ ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, ამაზე ალბათ პირველ რიგში თავად ქართულ ეცნებას მოუწევს, რომ დაფიქრდეს ის რაც დღეს პოლიტიკურ დივიდენდებს დევს მას, ხო? აი ეს ნაკლები ირაციონალური შიშები საზოგადოებაში, რომელიც მნიშვნელოვნად გააღვივა, მოვად რომ და ეს პოლარიზაცია ძალიან ცუდად აისახება. უკვე აისახა პრინციპში ქვეყანაზე და როთერაობაში უფრო და უფრო მეც საფრთხეს გააჩენს პოლიტიკურ წესრიგში მეტყობებს არც შემოიტანს პოლიტიკურ წესრიგში ქვეყნისა და ეს იქნება შემაშფოთებელი ყველას. თითოეული ხელისუფლების არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მხარდაჭერია მე პოლიტიკაში ამიტომ არ შევდივარ პოლიტიკურ წესრიგში, თუმცა ტენდენცია რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეებიც იგივე აზრზე არიან რომ ხდება ის რაღაცა ქალებზე სხვადასხვა ტიპის ზურგის ენის გამოყენება, ბინძური ენის გამოყენება, სექსისტური ენის გამოყენება, უბრალოდ ქართულ საზოგადოებისთვის მის მისაღები არ უნდა იყოს ეს ენა, არ იქნება მისაღები არასდროს და თუ ჩვენ რაღაცა საზოგადოებას კონკრეტულ ნაწილს გავაძლიერებთ მედია წიგნიერების მიმართულებით, დანარჩენს ისინი თავადვე მიხედავენ, თავადვე გასწვრავენ, ვინ ატყუებს, რატო ატყუებს და რა მიზნით ატყუებს, ხო? პრინციპში ეს არის მზარდი ტენდენცია არა მარტო საქართველოში, გლობალურად და ultramemordene ფლანგის გაძლიერებას თან მოყვა. ხო, ის საკითხები ხა. ჩვენ ნახეთ იგივე რამოდენიმე წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილი, შემდგომ უკვე ირაკლი ხობახიძის გამოსვლები, უნგრეთში კონსერვატიული ფლანგის მაღალი რანგის კონფერენციებზე, სადაც მათ უკვე პრინციპში დააკანონეს და გააჟღერეს ქართული ოცნების მომავალი წლების პოლიტიკური წესრიგი, ultrakonservativული შემოქმედება და ნახეთ ის ოპოზიციური გზავნილებით, რომელიც შემდგომ უკვე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომაც ითარგმნა ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურობაში ქართული ოცნების მხრიდან და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოქალაქეები გაიაზრებენ საფრთხეებს, რომელიც თან ახლავს გენდერული ნიშნების პლანტაციას. როგორც აღნიშნე, ეს არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა, შეიძლება მიზანში ვართ ქალები, თუმცა ეს საფრთხე დაისახება შემდგომ უკვე დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი დასავლური კურსის სიმყარეს, აგრეთვე და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნამდვილად შეხვდებს იმის ალადაუნარი, რომ კარგად დაფიქრდეს, გაიაზრებს კიდევ ერთხელ ეს საფრთხეები და გასცეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი ამ პოლიტიკურ ისტორიას და სამხალხო სექტორის მზადვარ შემდეგი წლები უფრო მეტად აქტიურად ვიმუშაოთ მედია წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების დანერგებას.